დელფტის მერი შვილთან ერთად. ეს იან სტენის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1655 წელს შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ნამუშევარზე დელფტის მერი იყო გამოსახული ქალიშვილთან ერთად. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სურათზე მამა, შვილი ადოლფ და კატარინა ქუშერები არიან გამოსახულნი. როგორც ხედავთ, ადოლფი სახლის წინ სკამზეა ჩამომჯდარი. ორივე იდაყვით მამაკაცი ლითონის მუაჯირს ეყრდნობა, რომელიც სახლის წინ მოწყობილ შესასვლელს ქუჩისგან ჰყოფს. ადოლფის ქალიშვილი მოძრაობაშია გამოსახული. ის კიბეზე ჩამოდის. გრძელი კაბიდან ერთი ფეხი მოუჩანს, მეორე კი კაბაშია ჩამალული. მისი მზერა მნახველისკენაა მომართული. მუაჯირს მიღმა მამაკაცის სიახლოვეს ხელჯოხიანი ქალბატონი და ბავშვი გამოსახა ავტორმა. ქალბატონი მოწყალებას ითხოვს. ქალბატონის უკან გამოსახულია მდინარე და ხიდი. ხიდზე კი ვხედავთ მამაკაცს, რომელიც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადმოსვლას აპირებს. ქუშერების სახლს, როგორც ხედავთ, ფანჯრის რაფაზე გამოსახული ყვავილების თაიგული ამშვენებს. სასურათე სიბრტყეზე სხვა შენობებიცაა გამოსახული. მნახველის ყურადღებას დელფტში შემორჩენილი უძველესი ტაძრის სამრეკლო იქცევს. დღეს ამ შენობაში მუზეუმია გახსნილი. ეს სამრეკლო საუკუნეების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. 75 მეტრიანი სამრეკლო თითქმის 2 მეტრითაა გადახრილი. იან სტენის ეს ნამუშევარი 2004 წლიდან რეიქსმუზეუმში ინახება.